აგვისტო საერთოდ ყველაზე ცხელი პერიოდია ბათუმისათვის, ყველაზე აქტიური პერიოდია ბათუმისათვის. ქალაქში არის უამრავი სტუმარი, უამრავი დამსვენებელი და მათ ვთავაზობთ საკმაოდ საინტერესო, დატვირთულ, გასართობ პროგრამებსაც. ეხლა უკვე სულ მალე ბათუმში დაიწყება ლუდის ფესტივალი, მთელი აგვისტოს განმავლობაში ბათუმის სკვერები და მოედნები დატვირთული იქნება, როგორც თვითონ ქალაქის შემსრულებლებით და კოლექტივებით, ასევე აქ იქნება ჩამოსული მსახიობები ძალიან ბევრი, იქნება ქალაქში თეატრალური წარმოდგენები, ცხადია გამოფენები. ძველ ბათუმში მოეწყობა ძალიან საინტერესო სანახაობები, ასევე ისეთ საკვანძო ადგილებში, ქალაქის ბულვარში, პიაცაზე და სხვადასხვა ადგილებში იქნება კონცერტები, რომელიც მთელი თვის განმავლობაში მე ვფიქრობ, საინტერესო იქნება როგორც ჩამოსვლელთათვის, ასევე სასიამოვნო იქნება ქალაქის ცხოვრებლებისთვის. საკალოდო მართია, არის ესეთი ხმები, რომ ვალერი მელაძის კონცერტი, რომელიც ხვალ პიაცაზე გაიმართება, ქალაქის მუნიციპალიტეტს 80,000 ლარი უჩდება. რამდენად სწორია ეს ციფრი და საერთოდ მოდით ასე გავვთქვათ, უფრო სწორად. ქალაქის მუნიციპალიტეტი ვალერი მელაძის კონცერტს დაეხმარა ტექნიკური აღჭურვილობით, ანუ სცენითა და გახმოვანებით. შესაბამისად, ეს დახმარება საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო ამ პროექტისათვის და ჩვენთვისაც ძალიან საინტერესოა. 5 აგვისტოს თუ არის რამე მასობრივი ღონისძიება ქალაქში დაგეგმილი, ან მოედანზე, ან აგვისტოს თვეში, 1 აგვისტოდან დაიწყება დღეიდან, დაიწყება ქალაქის სკვერებსა და მოედნებში მთელი აგვისტოს განმავლობაში საკონცერტო სანახაობითი პროგრამები. შესაბამისად, ქალაქის რამდენიმე ადგილას სწორედ ეს სანახაობები ჩატარდება. ასევე იქნება 1-დან შესაბამისად 5-შიც ეს ჩვეულებრივად გაგრძელდება და 5-ის მერეც.